პრემიერ-მინისტრი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის წელს ახალი შენობის მშენებლობის დაწყების პირობას იძლევა. შენობა თბილისში ამ მცხეთაში აშენდება. ხარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მეტი გამჭვირვალობის მიზნით პროცესში პარლამენტის წევრების ჩართვა ურჩია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საკითხი უმრავლესობის ხდომაზე ვიცე-სპიკერმა გუბას სანიგიძემ დასვა. ამ კუჩი ვფიქრობ, რომ ალბათ კომიტეტიც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და ეს საკითხი არის ძალიან სენსიტიური საკითხი და მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანების მოსაზრებების გათვალისწინებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ის არ არის ტვირთი, რომ ადგილი მოუნაცვლოთ. ის არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე. მე მინდა საზოგადოებას უთხრა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ წელს ვაპირებთ დავიწყოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მშენებლობა, ახალი შენობის მშენებლობა. ეს იქნება ჩემი აზრით და ალბათ ვეთანხმებით მართლაც ძალიან ისტორიული მოვლენა, ვინაიდან როგორც ბატონმა გუბაზმა ბრძანა, რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული სამინისტროს კუთვნილება, ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური, რომელსაც სჭირდება სათანადო ყურადღების მიქცევა.